დღეს ფოთის პირველ საჯარო სკოლაში ღონისძიება სახელწოდებით შემოდგომის პალიტრა გაიმართა, რომელიც მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს. ბავშვები მაყურებლის წინაშე შემოდგომის ლექსებითა და სიმღერებით გამოვიდნენ. სეიმზე მოწვეულმა მხატვარმა მაია გვალიამ შემოდგომის პეიზაჟი შეასრულა, რომელიც სკოლას საჩუქრად გადაეცა. ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენე და დროის დაცვის მიზნით თითქმის მოვახერხე შემოსულებიდან ზუსტად ის როლი, რაც მხატვრის ფუნქციაში შედიოდა. ჩემი გამომხატველობა ის იყო, რომ შემოდგომასთან ყოფილიყო ასოცირებული ნახატი და შევქმნი ისეთი კომპოზიცია, რომელიც ზუსტად სიმბოლო იყო ამ ღონისძიების თვითონ შემოდგომის პალიტრა. შემოდგომა არ ასოცირდება მხოლოდ სიცივესთან, მხოლოდ სევდასთან, არამედ შემოდგომა ჩვენ ფერებში აღვნიშნეთ, რამდენად მრავალფეროვანია შემოდგომა, როგორი მდიდარია და როგორი პოეზიაც მდიდარია ამ შემოდგომაზე და ამ ღონისძიებით ჩვენ მოვეფერეთ ჩვენს მასწავლებლებს, ჩვენი კლასის მშობლებს, ბავშვებს ერთმანეთში ჰქონდათ დიდი სიყვარული და დიდი მოფერება და ჩვენ ამით კიდევ ერთი ტკივილი გავიხსენეთ ჩვენი სკოლის დაღუპული მასწავლებლის შვილთან ერთად მედია მასწავლებლის გახსენებასაც მიუძღვენით და მოკლედ შემოდგომა დიდარი თვეა და შთაგონების თვეა, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ იმდენად ბევრი ფერია და იმდენად სანატრებელია სითბო, სიყვარული ამ დროს, რომ ადამიანს ფიქრობს შინაგანად უმძაფრდება უფრო, მოთხოვნა მოეფერო სხვას და თვითონაც მიიღოს საპასუხო სითბო. მოგესალმებით. ჩვენს კლასში დღეს გაიმართა შემოდგომისადმი მიძღვნილი დღესასწაული, რომელზეც ჩვენ მოსწავლეებმა წარმოვადგინეთ შემოდგომაზე მიძღვნილი სხვადასხვა ლექსი თუ სიმღერა. ეს საღამო გააკეთა ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ტკივილისთვის, ეს მიეძღვნა მედია მასწავლებელს და ჩვენი წვლილი ჩავდეთ, ჩვენ ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა ჩვენი წვლილი ჩავდებით და ჩვენი ემოცია ჩავაქსოვეთ ამ საღამოში. ამჯერად სკოლაში საახალწლო ზეიმისთვის მზადება მიმდინარეობს.